გამარჯობა ჩემო საყვარელო გამომწერებო, ეს არის GM-ის მაგნიტი და ნახეთ ზუსტად იქ. წყლის ქვეშ რადაც მანქანა უნდა იყოს. მართლა ბევრი ახალი ამბავი ვნახე, სადაც წერია რომ მანქანა წყალში ჩავარდა და ეხლა ჩვენ გვაქვს ნამდვილი GM-ის მაგნიტი. Სადე რაც შეიძლება შორს გადააგდო და ვეცდებით რომ ეგნივთი ამოვიღოთ. ასე რომ დავითხოვთ მაგნიტით თევზაობა. კარგი, ნახოთ თუ რამე დაიჭირა. იცადეთ ბიჭებო. ხო. დიახ. მართლა გძნობ ამას. რაღაცა წყლიდან ამოდის. ხო. მძიმეა. ეს არის შფოთვა. მძიმეა. იგზნობა თითქოს გამოდის. მიდი! 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 დიახ, მანქანა გამოდის, ეს მთელი მანქანა, მთელი მანქანა გამოდის. მთელი მანქანა გამოვიყვანე. წყალი. ღმერთო ჩემო, ეს სიგიჟეა, მაგრამ რა მანქანაა ეს? ძალიან უცნაურია და აქ რა წერია? SpongeBob კვადრატული შარვალი. მოიცა რა? ჩვენ ეს მანქანა წყლიდან ამოვიღეთ. ის SpongeBob SquarePants-ის ბიკინი ბოტომის ფსკერზე იყო. მოიცა. ეს სიგიჟეა. ბიჭებო, მართლა ვიპოვეთ მანქანა SpongeBob კვადრატული შარვლიდან. Krusty Krab-ის აბრა აქ არის. ეს ბიკინი ბოტომის ყველაზე ცნობილი რესტორანია და ჩვენ მთელი მანქანა ფსკერიდან ამოვიღეთ. მოიცა, ეს სიგიჟეა. მოდით გავხსნათ და ვნახოთ რა არის ამ მანქანის შიგნით. რა ჯანდაბა? რას ნიშნავს ეს? იოჰო, შენ ვიხარ? რომი. ეს მეკობრია თუ რა? ღმერთო ჩემო, ჩვენ არასოდეს უარყოფთ სტუმრის თხოვნას, თუნდაც ყველაზე აბსურდულს. მოხედე, ეს ყველაფერი მართლა SpongeBob კვადრატული შარვლიდანაა. აქაც Krusty Krab-ივითაა. ღმერთო ჩემო, შეუძლია გამოვიდეს. უნდა ვნახოთ რა ხდება. ეს შესანიშნავია. ეს ხო მეკობრია არა? ჩემი სახელია სლავა. სასიამოვნოა შენი გაცნობა. შენ მეკობრე ხარ Krusty Krab-იდან თუ რა? მივხვდი. კარგი, ღმერთო ჩემო, ბიჭებო, ეს რა ხდება? შეხედეთ მაგას, ეს ყველაფერი SpongeBob-ის სამყაროდანაა, ეს პლანქტონია და ეს სიგიჟეა. ღმერთო ჩემო, ბიჭებო, ეს ყველაფერი სამზარეულოს გავს. და აქ ყველგან ძალიან ბევრი რამეა, ღმერთო ჩემო. მოდით ახლოს მივიდეთ და ყველაფერი დავათვალიეროთ, რადგან ეს სიგიჟეა. ეს ყველაფერი წყლიდან ამოვიღეთ და ეს სიგიჟეა. შეიძლება დღეს ვცადოთ დავაგემოვნოთ მსოფლიოში ცნობილი კრაბის ბურგერი Krusty Krab-იდან. დიახ, ბატონო მეკობრე, გაქვთ რამე? დიახ. ღმერთო ჩემო, გადავხედავთ და ვცდით, აქ ყველაფერი თითქოს განადგურებულია. ნახე, ეს ძალიან ბევრი ბიკინი ბოტომის დოლარია, მაგრამ ისინი ძალიან სველია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ წყლის ქვეშ იყვნენ. აქ სინამდვილეში ბევრი ფულია, მაგრამ არის აქ მსოფლიო ცნობილი კრაბის ბურგერი? არა, ეს цаრიელია. ღმერთო ჩემო, აქ ძალიან ბევრი პერსონაჟია SpongeBob-ის მანქანაში წყლის ქვეშ. ეს პერსონაჟები ძალიან ცნობილები არიან. მაგრამ ჩემი საყვარელი პერსონაჟი სკვიდვარდია. ძალიან მიყვარს ის. რა ხდება? მეკობრე, ბრე! რა ხდება? ეს ცოტა უცნაურია. ნამდვილი მეკობრე ხარ თუ რა? დიახ. კარგი, ასე რომ როგორც ჩანს შენი გემი ჩაიძირება, ხო იცი? ეგ ამბავია. არა, ვერ ხვდები. ბუშტები გამოდის შენი გემიდან. კარგი, არა, ყველაფერი ვიგზეა. კარგი, არ იჩქარო, ისიამოვნე. მთელი ამ გიჟური სიტუაციის შესახებ ბევრი კითხვა მაქვს, მაგრამ თუ კარგად ერთობი, მიხარია შენთვის. კარგი ბიჭებო, მგონი ჩემი მაგნიტი უნდა ავიღო და მეკობრე გადავარჩინო, რადგან ის ძალიან შორს მიდის. ოხო, მეკობრე, რა არის ბარათი? მოიცადე. ბოდიში. მეკობრე, ის შორს მიდის.
არა, ის ძალიან შორს მიდის, ის ბიკინი ბოტომისკენ მიდის. ჩვენ შევძელით. კი, კარგი, მოდი გადაგარჩენ. ჭიდროდ გაჭიროს? კარგი. ოხო, ეხლა მუშაობს. შესანიშნავია. ასე რომ მოგესალმებით აივანზე. კარგი. შეხედე. კარგი საქმე გააკეთე, მეკობრე. მადლობ. ხო არ იცი, სკვიდვარდთან დაკავშირებული რამე თუ არის, რადგან სკვიდვარდი ჩემი საყვარელი პერსონაჟია. დიახ, უნდა ვიპოვოთ სკვიდვარდი, ბიჭებო. მაგრამ უნდა დაწერო, რომელი სპონჯბობის პერსონაჟი გიყვარს ყველაზე მეტად, რადგან ბევრი სასაცილო პერსონაჟია და ისინი ძალიან კარგები არიან. და ეს მანქანა ძალიან სტილურია. სინამდვილეში ის ბიკინი ბოტომის სტილშია და ძალიან მომწონს. და როცა დავასრულებთ იმ მანქანის შესწავლას, ვეცდებით გაუშვათ და ვმართოთ ეს დრონ მანქანა, რომელიც მაგნიტური თევზაობის დროს გადავარჩინეთ, მაგრამ მაინც, ასე რომ გავაგრძელოთ ჩვენი კვლევა. შეიძლება სკვიდვარდიც ვიპოვოთ და ასევე უნდა ვიპოვოთ კრაბსის ბურგერი. ან იქნებ ჩვენი მოვამზადოთ. არ ვიცი. მოდი გავაგრძელოთ დათვალიერება. ღმერთო ჩემო ბიჭებო. სინამდვილეში ეს ადგილი ძალიან ბინძურია. ხო, მართლა წყალში იყო ჩაძირული. და ნახეთ, აქ ბევრი საინტერესო რამეა, მაგალითად, სასმელები. შეგვიძლია ვცადოთ კრასტი კრაბის ლიმონათი. მეცილად, ეს დავსახურებით ცარიელია, მაგრამ ეს ერთი ნახეთ, კრასტი კრაბის ლიმონათი. მას ძალიან განსაკუთრებული ფერი აქვს. მაგრამ მინდა ვცადო, რადგან ეს ნამდვილი ლიმონათია სპონჯბობის მულტფილმიდან. ვაუ, რა მჟავეა! რა გიჟურია! ღმერთო ჩემო, კარგია. ღმერთო ჩემო. ეს თვითონ სპონჯბობ სკვერპენსია, მაგრამ სად არის მისი ხელი? მაგრამ ნახე რა ლამაზია და მაგარია. ბევრი სპონჯბობის პერსონაჟი ვიპოვეთ, მაგრამ სკვიდვარდი ჯერ არ გვინახავს. ღმერთო ჩემო, ეს ბიჭები ისეთი სასაცილოები და საყვარლები არიან, მაგრამ მიმოიხედე, ეს ყველაფერი სამზარეულოს გავს. საუკეთესო კრაბიპეტიები სპონჯბობისთან. აქ სადღაც კრაბის ბურგერი უნდა იყოს. სადღაც კრაბიპეტი უნდა იყოს. ნახე. ოქროსფერი რაღაცაა. ეს სპონჯბობს კრაბიპეტების მოსამზადებლად ქონდა გამოყენებული. ღმერთო ჩემო, ეს აქვე იყო. აქ სპონჯბობი ამზადებდა თავის მსოფლიო ცნობილ კრაბიპეტიებს და ჩვენ უნდა ვიპოვოთ ისინი. სპონჯბობის კრაბიპეტი. ცარიელია. და ესეც ცარიელია. მოიცადე, ეს რა არის? ეს სიგიჟეა. ეს არის ჩანგ ბაკეტი. ეს რესტორანი იმ ბიჭს ეკუთვნის. ეს არის კრასტი კრაბის მთავარი მოწინააღმდეგე. ეს სიგიჟეა. და ნახე, მგონი ეს ბიჭი რაღაცის მოპარვას ცდილობდა, რადგან აქვე კიდევ ერთი სპონჯბობის კრაბიპეტის ყუთი ვიპოვე. და მგონია, რომ შიგნით რაღაც არის. ღმერთო ჩემო, ნახე, ეს ბურგერია! ბურგერი აქ არის! მოდი ვნახოთ. მართლა ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც მულტფილმში სპონჯბობ კვადრატული შარვალი. იდენტურია. სინამდვილეში არსებობს საიდუმლო რეცეპტი, რომელიც მისტერ კრაბს ეკუთვნის. ის სინამდვილეში ამდენ ფულს იღებს ამ მსოფლიო ცნობილი და ძალიან გემრიელი კრაბს ბურგერის გადიდვით. ასევე ცნობილია როგორც კრაბიპეტი. ასე რომ ბოლოს და ბოლოს ჩვენი შანსია რომ გავსინჯოთ იგი. ბიჭებო, ასეთი გემრიელია მართლა. თითქოს თავი მსოფლიოს ფსკერზე მგონია. ძალიან თბილი და სასიამოვნოა. ხო, ეხლა ვხვდები რატომ დასდევდა ეს ბიჭი იმ რეცეპტს. მაგრამ ეს შენი დღე არ არის, მეგობარო. ბოდიში. მართლა ბოდიში, მაგრამ ეხლა მაქვს კრასტი კრაბის ლიმონათი და კრასტი კრაბის მსოფლიო ცნობილი კრაბი ფეტი. ღმერთო ჩემო, რა გემრიელია და რა კარგია. როგორ ხარ, მეკობრე? ამას გინდა? კარგი. შემიძლია გაგიზიარო. ლიმონათი წაიღე. მეკობრე, ძმაო, მოგწონს კრასტი კრაბი და სხვა რაღაცები? დიახ, ეს კარგია. რომი? ეს რომი არ არის, ეს ლიმონადია. კარგი. ასე რომ ბიჭებო, აქ ბევრიდან ვიპოვეთ, მაგრამ მაინც მაინტერესებს, როგორ ხდება ეს კრაბიპეტი ასეთი გემრიელი და ასეთი კარგი. და კიდევ ერთი რამ მაინტერესებს, როგორ მოხდა ეს მანქანა წყლის ქვეშ?
ის ყოველთვის იქ იყო. კარგი, როგორც არ უნდა იყოს. მოდით ნახოთ კიდევ რა გვაქვს აქ. ეს არის ბუნკები და რაღაც სანელებლები. და აქვე საიდუმლო соусიც ვიპოვე. ასე რომ სინამდვილეში თუ რეცეპტი გვექნებოდა, ჩვენ თვითონ შევქმნიდით ჩვენს კრაბი პეტის. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს არანაირი რეცეპტი. და ეს რა არის? შეხედე ამას. ეს უცნაური რამეა. ეს ლიმონათი არ არის ან რამე მსგავსი. მოდი გავხსნათ და ვნახოთ რა არის შიგნით. ამ თუთას უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ცხალქვეშ G&G-ის მაგრითით ნამდვილი SpongeBob SquarePants-ის მანქანა ვიპოვეთ. მაგრამ ბიჭებო, ნახეთ, ამას აქაც ვერ ვხედავდით. ნამდვილი ბურგერები გვაქვს, ნამდვილი კეტებილი კრაბი პეტები. ისინი ძალიან ლამაზად და გემრიელად გამოიყურებიან. ერთი აქ გვაქვს და მეორე აქ მიდის. მაგრამ რა არის იმ უცნაურ ბოთლში? მოვიპოვე ოქროს ჩანგალი. ან როგორც მას ეძახიან. ეხლა ზუსტად ვერ ვიხსენებ, კომენტარებში დაწერეთ. და იქნებ ცადოთ ამ საინტერესო საიდუმლო ნივთის ბოთლიდან ამოღება. ამით, კომიცით. მეკობრე? ჰეი, მეკობრე, მოდი აქ. ნახე რა ვიპოვე ბოთლში. მოიცადე, რატო გჭირდება ეს? მოიცადე, მაგრამ მე ვიპოვე ეს ბოთლში, ეს შენი არ არის. მოიცადე, ჯერ უნდა გავარკვიო რა არის ეს. კარგი, ეს საგანძურის რუკაა თუ რაღაც. კრაბის ბურგერის ფორმულის საიდუმლო. ღმერთო ჩემო, ეს რეცეპტია. ეს არის მსოფლიო ცნობილი კრაუსი გრაბის მთავარი კერძის კრაბის ბურგერის რეცეპტი. გუბელები, ერთი საიდუმლო კოტლეტი, ერთი ნაჭერი ყველი, ახალი ლეჩე, ერთი ნაჭერი პომიდორი, წითელი ხახვის მწნილი, რაღაც соуსი, ნამდვილი კოტლეტი და მთელი რეცეპტი აქ გვაქვს. ღმერთო ჩემო, ეს ნამდვილი განძია. ვიღაც საუკუნეები ეძებდა მათ. ჰეი, მეკობრე, გაჩერდი. რა? ჰეი, გაჩერდი. ის გარბის. როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს SpongeBob-ის მანქანა. მოდით ვნახოთ, შევძლებთ თუ არა მის დაქოქვას და მართვას. იმიტომ რომ ბიჭებო, იცით, მე ტექნიკაში საკმაოდ კარგად ვერკვევი. და ბიჭებო, თუ ამ მომენტამდე ჯერ კიდევ უყურებთ ამ ვიდეოს, გთხოვთ, გამოიწერეთ არხი. ეს არის საუკეთესო მხარდაჭერა, რაც შეგიძლიათ გამიწიოთ. გამოიწერეთ ახლავე. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ გთხოვთ, გამოიწერეთ. რამდენიმე წუთის შემდეგ. კარგი, მოდით შევამოწმოთ SpongeBob SquarePants-ის ძრავა. კი, ცოტა ჟანგიანია, რაც აშკარაა, რადგან ცხლის ქვეშ იყო. კარგი, მოდით ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ამ ნივთის დაქოქვას და მართვას. შევიდეთ შიგნით. ვაუ, ეს ძალიან ლამაზია და ელეგანტური. მიყვარს, რადგან ნამდვილად გავს ბიკინი ბოტომის მანქანას. ვაუ, ეს სიგიჟეა. სინამდვილეში ძალიან უცნაურად გამოიყურება. და ნახე, ბიკინი ბოტომის მართვის მოწმობა. ეს პატრიკ სტარია. ღმერთო ჩემო, პატრიკს მართვის მოწმობა აქვს. ეს სიგიჟეა. უკვე ვადაგასულია. როგორც არ უნდა იყოს, გვაქვს მისი მართვის მოწმობა და კიდევ რაღაცა აქვე. ღმერთო ჩემო, SpongeBob SquarePants-საც აქვს მართვის მოწმობა. ეს როგორ არის შესაძლებელი? ღმერთო ჩემო, ბოლოს და ბოლოს შეუძლია მანქანის ტარება. სინამდვილეში მე მართვის მოწმობა არ მაქვს, ასე რომ ორივეს ჩემთან დავიტოვებ. მოდი ვცადოთ იმ მანქანის ტარება, რატომაც არა? აქ ყველგან ძალიან ბევრი მავთულია. ეს მანქანა როგორც ჩანს გაფუჭებულია, ან რაღაც მსგავსი. კარგი, ღმერთო ჩემო, ბიჭებო, ნახეთ. ვაუ! ეს სიგიჟეა, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, შეგვიძლია ვცადოთ ძრავის დაქოქვა ასე. მოდი, ეს რკინის რაღაცა, მეტალის რაღაცა, მაგალითად აქ დავდოთ. იმუშავა! ეს სიგიჟეა! ჩვენ გავუშვით SpongeBob SquarePants-ის მანქანა და დავძარით. მოდი გავგიჟდეთ. ერთი საათის შემდეგ. კარგი, მოდი ვსადოთ. ეხლა ეგ არის. SpongeBob SquarePants. SpongeBob SquarePants.
ყინვალია. ღმერთო ჩემო. ეს მართლაც გიჟური იყო. მე არ მქონდა ამის გაკეთების განზრახვა. ეს ცოტა გიჟურია. რა თქმა უნდა, ბიჭებო, არასდროს სადოთ. იმის გაკეთება, რაც მე გავაკეთე. ეს SpongeBob-ის მანქანა ძალიან სწრაფი და მძვინვარია. კარგი, მგონი მკიდება მეკობრეს დაურეკო, რომ დამეხმაროს ამაში. მეკობრე, გთხოვ დაბრუნდი, მეკობრე! 2000 წლის შემდეგ. დიახ ბიჭებო, ნამდვილად გჭირდება დახმარება იმ მანქანასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ხო წყლიდან გამოვიყვანეთ. მაგრამ ჰეი, ვინ მოდის იქ? ეს მეკობრეა. ვა, მეკობრე, გამარჯობა. კარგი. საიდუმლო რეცეპტი შენ შეგიძლია შეინახო, მაგრამ მანქანის გადაბრუნებაში შენი დახმარება მჭირდება, კარგი? კარგი, მოდი დავიწყოთ, არ ვიცი ამას რა ქვია. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ეს გიჟური იყო. კარგი. ვაუ. SpongeBob, კვადრატული ფანქარი. ეს სიგიჟეა. მოდი, გადავაბრუნოთ ისევ ის მანქანა. 12 საათი შუაღამე. კარგი, მოდი შევიტანოთ ეს რაღაცა შიგნით. მეკობრე, ხომ იცი როგორ უნდა გააკეთო ეს, არა? დიახ. მოდი, გადავაბრუნოთ. ეხლა ეს უნდა დავაბრუნოთ ბორბლებზე და ვნახოთ ისევ თუ შეძლებს მოძრაობას. მოდი. უჰუ! ხო, ცუდად ჟღერს. ხო, ღმერთო ჩემო, არა, კრაბის ბურგერები. არა. დავიჭირე, ყველა დავიჭირე. იაჰუ! ეხლა შეგვიძლია ეს ყველაფერი დავალაგოთ, ღმერთო ჩემო. აქ აშკარად რაღაც ცუდი მოხდა. ასე რომ კრაბის ბურგერები აღარ დარჩა. კარგად ხარ, SpongeBob. ეს ნამდვილად სიგიჟე იყო. სამზარელო განადგურებულია და მგონი უნდა შევაკეთოთ. მაგრამ რომ შევაკეთოთ ეს რაღაცა, უნდა წავიღოთ ჩემს ბაზაზე, რომ დავიწყოთ შეკეთების პროცესი, ხო ასეა? ხო? კარგი, მოდი კიდევ ერთხელ წადოთ მანქანის დაკოქვა. რომი გინდა? მე რომი უნდა მოგწე? დიახ. ხო, იმ რაღაცისთვის ალბათ. კარგი, მადლობა, მოგიტან ცოტას. კარგი, მაგრამ ჯერ მანქანის დაკოქვა ვცადოთ. მოგვიანებით. ეხლა უნდა ვნახოთ ყველაფერი რიგზეა თუ არა გადაბრუნების შემდეგ. კარგი, ვნახოთ ეხლა თუ არის ყველაფერი რიგზე. თუ შეგვიძლია ისევ დავქოქოთ და ისევ ვიაროთ იმ რაღაცით, მეტალის რაღაცით. მოდი. ხო. ეს შესანიშნავია. ის ჯერ კიდევ მუშაობს, ყველაფერი კარგადაა. კარგი, მოდი კიდევ ერთ სატესტო გასვლას გავაკეთოთ. ხო. ხო ბიჭებო. ეს ძალიან მაგარი და კარგია. ძალიან მიყვარს ეს. ვა, ხო, SpongeBob-ის მანქანა სრულად ფუნქციონირებს. ძალიან კარგია, რომ ეს რაღაცა წყლიდან ამოვიღეთ. და ეს იყო გიჟური ვიდეო. იმედი მაქვს თქვენს ძალიან მოგეწონათ და ისიამოვნეთ ბიჭებო. როგორც არ უნდა იყოს, არ დაგავიწყლეთ, გამოიწეროთ ჩემი არხი, დაალაიქოთ და რა თქმა უნდა, დაწეროთ კიდევ რა გინდათ რომ ვიპოვო. რადგან მე ყველაფრის პოვნა შემიძლია. ჩემი სახელია სლავი. მადლობა ყურებისთვის. ნახვამდის.